წმინდა თეოდორე სტუდიელი მეოთხე კვირას დამღუპველი სითამამისა და იმის შესახებ თუ როგორ ვიტვირთოთ ყოველგვარის ნეულება. გვაკურთხე მამაო. ძმებო და მამებო, იმისთვის შემოგვიყვანა ღმერთმა ამ სოფელში, რათა კეთილის საქმეებით მადლობა გადავუხადოთ მას და ზეციური სასუფეველი დავიმკვიდროთ. ჩვენ კი მონაზვნებს უფრო მეტი მადლი მოგვანიჭა. მან მთელი სამყაროსგან გამოგვარჩია და საკუთარი თავის წინ დაგვაყენა, რათა ვემონებოდეთ მის ძალას. ახლა თითოეული ჩვენგანი ხედავს და განიცდის, თუ კი იმის შესაბამისად დადის, რისთვისაც მოივლინა და სხვა არაფერი სურს გარდა უფლის მონობისა. რადგან წუთის სოფლიდან გამოვედით, ეშმაკი არ მოისვენებს ჩვენთან ბრძოლით. ის სხვადასხვა გზით გვიპირისპირდება, რათა უეცრად და უცნაურად მოგსპოს და შემოვიდეს ჩვენში საქმეებით, სიტყვით, გონებით და ყველა შესამეცნებელი საშუალებით. ახლა კი ჩვენს თავს მოვუფრთხილდეთ და მოვერიდოთ ერთმანეთის მზერას, დიდად დამღუპველ სითამამესა და მისგან წარმოშობილ ვნებებს. ნუ მოვიზიდავთ სიტყვით სიტყვას, ღიმილით ღიმილს, მეძავის სიყვარულის გამომხატველს, ნურც სახის სიმშვენიერეს, ცოდვილი თვალით ნუ განვიცდით ვიღაცის წყლიან გამოხედვას, ვიღაცის სწორ, ვიღაცის თეთრ და ვიღაცის ფეროვან გარეგნობას, ან და სასურველ საუბარსა და მონარნარე სიარულს. ეს ყველაფერი ეშმაკის მშვილდი, მახვილი და საჩხვლეტელია. ეს სამარცხვინო და საძაგელი ვნებები გავაცნობიეროთ და მათი ანკესი ჩვენი სულებიდან ამოვძირკვოთ. სულით შევიყვაროთ ერთმანეთი და ჩვენი თავები სრული სიყვარულისთვის მოვამზადოთ. ვისაც ბრძანების უფლება აქვს და სახეც უფლების მქონისა, გულმოდგინებით მორჩილების გვერდითაა. ასე იყვნენ პირველები, როგორც უფალმა ბრძანა, მორჩილებს ასეთი მორჩილება აქვთ, როგორც ღვთის მიერ ბრძანებულისა, რათა ასე გადაიქცნენ უფლის სანატრელ მონებად, რადგან ჯანსაღებისგან ეძებს ღმერთი მათი ძალის შესაბამის შრომას. საკმარისია თითოეულისთვის, რომ არ მოტყუდნენ. რაც შეეძლებათ ის გააკეთონ და თქვან, არ შეგვიძლია და კიდევ, როცა ვინმე რამეს გააკეთებს, ნუ დაიქადნებს, რომ დიდ რამეს აკეთებს, რათა არ მოესმას, დაწყევლილია ის, ვისაც თავისი მკლავით მოაქვს თავი. სნეულები მადლიერები იყავით და ტკბილად მოეპყარით თქვენ მსახურებს. იყავით მადლიერი მაშინაც, თუ კი მხოლოდ პური გექნება, რადგან ასე აღგითქვამს. ხოლო თუ კი ასეთი აღთქმის შემდეგ შეუფერებელი მრისხანებით საკუთარ თავს დაღუპვამდე მიიყვან, შესაბრალის იხარ და სამგზის უბედური. რომლებიც ავადმყოფებს ემსახურებით, გიხაროდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. მებაღე დიდი ქების ღირსი გახდება ღვთის წინაშე და ნაწილი წმინდანებისა. ასევე მზარეული სამგზის სანატრელი იქნება, თუ შიშით და მორიდებით მოემსახურება ძმების სიმრავლეს, შემსგავსებულად მოციქულებისა. მნეების შესახებ კი რა ვთქვა, ისინი პირველ მოწამესთან ერთად გაიხარებენ, თუ კი კარგად, როგორც მათთვისაა ნაბრძანები მოიქცევიან. მეპურე კი გახდება ღვთისთვის შესაწირი წმინდა პური, თუ კი გულმოდგინედ და წესიერად კანონის შესაბამისად იმსახურებს. ხეხილის მომლელმა ბაღში საუკეთესო ნაყოფი უნდა მოკრიფოს და მასში მკვიდრად გამოჩნდება, თუ კი საკუთარ თავს მშვიდად მართავს. ამაზე უპირველესი იქნება უღელში შებმული მხვნელი, თუ კი მუყაითად იშრომებს, აქაც ძმობის სიმტკიცედ და სვეტად დადგება, შემდეგ კი მშვიდთა ქვეყანაში დამკვიდრდება, სადაც მას უკვდავების ხელები გამოზრდიან. მოკლედ რომ თქვა, თითოეული ჩვენგანი
თხრელი იქნება თუ ხურო, მეკარე თუ მწიგნობარი, მეღვინე თუ მეწაღე, გინდ სხვა საქმის გამკეთებელი, წმინდა გონებით თავისი შრომისა და მონდომების შესაბამისად სრულ მადლს მოიპოვებს და მრავალი ღვაწლის სანაცვლოდ მარადიული ცხოვრების ღირსი შეიქმნება. პატიოსანო ძმებო, ქრისტეს მიერ გამორჩეულო შვილებო და ღვთისგან შობილო მამებო, გამხნევდით, გაძლიერდით და ყოველ დღეს სიკვდილს დაელოდეთ, რათა მარადიულად ცხონდეთ. გაიქეცით, რომ არ მოგიტაცონ ბილწმა ფიქრებმა და ცუდმა საქმეებმა, ბევრი საუბრისგან რომ იშვება, როგორც მრავალი ცოდვისგან. ისე გაიქეცით სიცილისგან, როგორც სიძვისგან, ისე განერიდეთ ნაყროვანებასა და სიმაძღრეს, როგორც ვნებებს და მონობას, ზეცისკენ მიმართეთ გონება, ქვემოთ მხედბელი უბიწო სხეული და გული. იყავით ძლიერები და მოიმედენი, მამაცები გონებით. ამ ქვეყნად ნურაფრის შეგეშინდებათ გარდა ღმერთისა. თუ ასე ვიცხოვრებთ და ვიმოღვაწებთ, ანგელოზთა გუნდის წევრები გავხდებით და ყველა წმინდანთან ერთად მარადიულად გავიხარებთ. ესეც დავამატოთ, რომელიც ფიქრად მომივიდა, მომსვლელთაგან შევიტყვე, ვერ მოვიცლითო ხორციელი საქმეებისთვის. და თუ მხოლოდ სულიერი საქმიანობის გამო იქნება ასე, არაფერია სავნებელი, რადგან შეგძენს ხორციელსაც უფლის სიტყვისაებრ. და თუ ასე არ არის, სასაცილოდ მიმაჩნია, რადგან ჭეშმარიტი საქმისთვის არაფერს ვზრუნავთ, ხოლო გარეშეთვის მეცნობა ერთი საქმე. და თუ ასე არ არის, სასაცილოდ მიმაჩნია, რადგან ჭეშმარიტი საქმისთვის არაფერს ვზრუნავთ, ხოლო გარეშესთვის მეცნობა ერთი საქმე. თქვენი გარჯა და მეცადინეობა, დღე და ღამე ზრუნვა და შრომა კი არის ღვთისმსახურება, სათნოება, მშვიდი სიყვარული, მოკრძალებით მოღვაწეობა, ღვთის შიში სიმდაბლესთან ერთად, ერთგული სარწმუნოება, მოთმინება და ყველაფერზე მეტად ჩვენი სულებისთვის გულმოდგინედ მოსაგრეობა. ყველამ სხვა ყველაფრისგან უნდა მოიცალოს და სიკეთე აკეთოს. თუ კი ისევ სიხარულით ვერ იქმს მას, თუ კი ყურძნისთვის, ლეღვისა და სხვა რომელიმე ხილისთვის, გინდ ფქვილის, ღვინისა და ზეთისთვის, მუცლისა და ხრწნილისთვის მოიცალეთ, რომლებიც ამ მტრებს, მხეცების შემსგავსებულ ხორცს და სულის მკვლელებს ზრდიან, ღვთისგან მოცემული კი დატოვეთ, ვაი თქვენ, რადგან დაუსრულებელი გოდება მოგელით ამ სოფელშიც და მომავალშიც. მე ცოდვილს და უწესოს, რომელიც გამომცადეს, წამს რომ ვიპოვე მარტო ის, რომელიც არ ტყუის. ესაა ჩვენი უფალი და ღმერთი, იესო ქრისტე, რომელიც სახარებით ხმამაღლა ქადაგებს ყველა ყურისა და სულის გასაგებად. პირველად ღვთის სასუფეველი ეძიეთ და ამ ყოველივეს შეიძენთ. რადგან მას შეშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, დაუსაბამო ყოვლადწმიდა, კეთილ და ცხოველმყოფელ სულთან ერთად, ახლა და მარადიულად. ამინ.